ოკეი. დღევანდელი თემა არის წარმავალობა და სიკვდილი, გარდაცვალება. და ეს წინა შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაც არის, წინა შეხვედრაზე ირაკლი მისაუბრა ძვირფას ადამიანურ ცხოვრებაზე, ძვირფას ადამიანურ დაბადებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ როგორც ადამიანები ჩვენ ვფლობთ გარკვეულ თავისუფლებებს და უპირატესობებს. რომ რეალურად ვიმყოფებით უნიკალურ სიტუაციაში, ჩვენ რომ ვიმყოფებოდეთ რომელიღაც ინფერნალურ სამყაროში, სადაც ძალიან ვითანჯებით, ჩვენ არ გვექნებოდა საშუალება, რომ დავფიქრებულიყავით რაღაც მეცზე. რომ ვიყოთ მშიერი, ვერ ვიფიქრებდით დარმის მოსმენაზე, სწავლებების მიღებაზე, მედიტაციაზე, რომ ყოფილიყავით ცხოველი, მუდმივად ვიქნებოდით თვითგადარჩენაზე და სუშიში ვიქნებოდით, რომ ვინმეს არ შევეჯამეთ ან მოვეკალით და ჩვენ თვითონაც სულ ნადირობაზე ვიდგებოდით. რომ ყოფილიყავით ღმერთები, ვიქნებოდით გაბრუებული, კარგად ყოფნის ექსტაზში, სანამ ბოლომდე არ ამოუწურავდით ჩვენს დადებით კარმას. და ჩვენ ვართ ახლა ადამიანი და თან გვაქვს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც გასხიოსნებული არსებები დაიბადნენ, სადაც მათ სწავლებები გადმოგვცეს და ამ სწავლებებით ჩვენ დაინტერესებული ვართ, რამდენი ადამიანია, რომელიც არ არის დაინტერესებული სწავლებებით. და ჩვენ არ ვფლობთ რაღაც არასწორ ხედვებს, იმასთან და არ გვაქვს ესეთი ხედვა, რომ ახლა მოვკვდებით და ყველაფერი დამთავრდება. რაც კიდე ქენი, რაც კიდე იფიქრე, ჩვენ რაღაცა ვიგძენით, რომ რაღაც არსებობს უფრო დიდი. და ეს ადამიანური დაბადება, ეს ძვირფასი ადამიანური ცხოვრება, ამით არის გამორჩეული. მაგრამ არის, ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ მუდამ თქვა, რომ ასე იგი, როგორც წინა ჯერზე მე მგონი თქვი, ჩემს კომენტარში არ მახსოვს ზუსტად, ადამიანური ცხოვრების დაბადება, ადამიანის დაბადება გავს, რომ მთელი სამყარო რო იყოს ოკეანე და ამ ოკეანის ფსკერზე ცხოვრობდეს ბრმა კუ და ამ ოკეანის ზედაპირზე იყოს უღელი და რაღაცნაირად ამოცურდეს ისე რომ არც იცოდეს სად მიცურავს ეს კუ და შემთხვევით გაყოს თავი ამ უღელში. აი რაც არის ამის ალბათობა, რომ ესეთი რამე მოხდეს, ხო? აი ესეთივე არის ალბათობა, რომ შემდეგ ცხოვრებაში ადამიანად დაიბადო. ძალიან მცირე რეალურად. და თან დაიბადო ძვირფას ადამიანად ცხოვრებით, ხო? სადაც სმენა გაქვს, თვალები გაქვს, ინტერესი გაქვს და ამ შემდეგ. So it's very special. მაგრამ მეორე მომენტი მოდის, რომ ეს ყველაფერი არის წარმავალი. ყველაფერი ამ ცხოვრებაში, რაც ვიცით, რაზეც შეგვიძლია რომ ვიფიქროთ, შედგება რაღაცა ნაწილებისაგან. ანუ ამ ყველაფერი არის რთული რა მხრივ, ანუ შედგება რაღაც ნაწილებისაგან და დეტალებისგან. ყველა ნივთი, ყველა ცხოველი, არსება შედგება რაღაც დეტალებისაგან და დროებით არის ერთად, მაგრამ მიდრეკილება აქვს, რომ დაიშალოს ისევ დეტალებად და განცალკევდეს. ხო, მაგალითად, თქვენი ტელეფონი შედგება კამერისგან, სენსორისგან, ჩარჩოსგან, რაღაც ეს დროებით ახლა ერთად არის, მაგრამ ახან ისინი რეალურად ცალ-ცალკე ნაწილებია, მაინც მოვადრო, როდესაც ისინი დაიშლება. გარდაუვალია, რომ ესე არ მოხდეს. და ასე ვთქვათ, ნებისმიერი რთული ფენომენი მიდრეკილი არის დაშლისკენ, დეინტეგრაციისკენ და წარმავლობისკენ. მუდამ თქვა, რომ არაფერი ისე არ ვადებს გონებაში სიბრძნეს, როგორც მედიტაციაც წარმავლობაზე. რომ არაფერი ისეთი, ასე ვთქვათ, სასარგებლო არ არის, როგორც მედიტაცია წარმავლობაზე და დღეს ჩვენ ვიმედიტირებთ წარმავლობაზე. პირველ რიგში დავიწყოთ, მოდი
გარე სამყაროს წარმომავლობის გააზრებით. აა მაგალითად, ჩვენ ყველა ვიცით, გვსმენია მეცნიერებისგან, რომ ვარსკვლავები ქრებიან და გარდაიქცევიან შავ ხვრელებად, ხო? ანუ მზეც ოდესღაც რამდენიმე ათასწლეულში ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში ოდესღაც ჩაქრება და გადაიქცევა შავ ხვრელად, რომელიც შეიწოვს მზის სისტემის ყველა პლანეტას. ეს არის გარდაუვალი. ყველა ვარსკვლავს აქვს თავისი lifespan, სიცოცხლის ხანგრძლივობა. და პლანეტებზე, როგორც მარსზე ან არ ვიცი სადღაც შეიძლება იყოს რაღაც წყლის ნარჩენი აღმოჩენილი ან რაღაც მიკრობების რაღაც არსებობის რაღაც მინიშნება. შეიძლება სადღაც იყოს სიცოცხლე კიდეც, მაგრამ შეიძლება მთელი პლანეტები გადაშენდნენ. დედამიწაზე ბევრჯერ მომხდარა სხვა კატაკლიზმები, იყო დიდი გამყინვარება მაგალითად ოდესღაც და დინოზავრები და თესი სახეობები გადაშენდნენ. და ოდესღაც აუცილებლად დედამიწაც განადგურდება. ასევე თუ დაუჯერებთ დარმას, არ ვიცი ეს ფიზიკაში წესია თუ არა, ინდუიზმში წესი არის. მთელი სამყარო, როგორც გაფართოვდება აი ამ დიდი აფეთქებიდან, ასევე ნადგურდება და ეს ციკლები მიმდინარეობს. კალპა ქვია ამ პერიოდს, ხო? არა მარტო მზის სისტემა, არამედ მთელი სამყარო, ისე თქვათ, ოდესღაც წავა, განადგურდება. დაფიქრდით, აი ის სახლი, რომელშიც თქვენ ხართ, ოდესღაც ხომ არ იყო? ხო ააშენეს. და გავა დრო და ეს სახლი, რომელშიც ახლა იმყოფებით, აღარ იქნება მანდ. რამდენი სახლი იცით, რომ აი მაგალითად 5 საუკუნის წინანდელი სახლი იცით, რომ დღესაც დგას? ხო, აბა რატომ გონიათ, რომ თქვენი სახლი ესე იქნება სულ? მოდი რამდენიმე წუთით დამოუკიდებლად დაფიქრდით და ცოტა ხანი ვიფიქროთ ჩვენს გარშემო არსებულ ფენომენებზე, იმ ჩემს გარშემო ხე დგას, ეს ხეც რაღაც 50 წელს გახმება. ეს აქ უბანში ვარ, ეს უბანი რაღაც პერიოდის წინ არ იყო, ეს უბანით დაინგრევა რეკონსტრუქციას განიცდის, ამ სახლებს დაანგრევენ, სხვებს ააშენებენ, ან შეიძლება აღარ ააშენონ და სხვა რამე გააკეთონ. ყველაფერი ჩვენს გარშემო. რაც ვიცით, განადგურდება. რამდენიმე წუთი დაფიქრდეთ ამაზე და წარმოვიდგინოთ ეს. 2 წუთი.
ოკეი. შემდეგ ამ სამყაროს ცხოვრებები ამ სამყაროს ცხოვრებებიც აა ყველანი ადრე თუ გვიან მოხდებიან. ამ ყველა ცხოველი, მცენარე, ადამიანი, რაც ვიცით, ხილული და რაც არ ვიცით. ყველა რაღაც პერიოდის მერე მოხდება, ვინც კი დაბადებულა, ერთი ადამიანიც კი არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში, რომ არ მოხდა. ერთი ადამიანიც კი არ ვიცით, რომ აგერ ეხლა ცხოვრობს და არის 1000 წლის. და შეგვიძლია დაველაპარაკოთ. ერთი ადამიანიც არ ვიცით, რომ 500 წელი იცხოვრა, ან ცხოვრდა ეხლაც ცხოვრობს, ან რაღაც უფრო მეტი ხანი და დაიბადა და არ გვდება. არც ცხოველი ვიცით ესეთი, არც ადამიანი არ ვიცით, არც ერთი ადამიანი არ არსებულა დედამიწაზე, ვინც არ გარდაცვლილა. რამე ერთი გამონაკლისი მაინც რომ იყოს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენს მოგეთ ის გამონაკლისი შეიძლება აღმოჩნდეთ. მაგრამ ერთი გამონაკლისიც არ ყოფილა. ისეთი დიდი ოსტატებიც კი როგორიც იყვნენ კრიშნა, შივა, მილარეპა, დილოპა, ნაროპა და ასე შემდეგ, რომელიც ელემენტებს იმორჩილებდნენ და რაღაც ნივთებს აჩენდნენ არაფრიდან და მე დემატერიალიზაციას უკეთებდნენ და აერში დაფრინავდნენ და ქვებზე ხელის ანაბეჭდებს ტოვებდნენ და ასე შემდეგ, ესეთი არსებებიც კი დღეს, ვთქვათ, ვიცით უბრალოდ ისტორიიდან. ესეთი არსებებიც კი არ დაინდო სიკვდილმა. იამარაჯა, ქვია სიკვდილის ღმერთს. და არა მარტო ადამიანები, არამედ ღმერთებიც. ღმერთები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცხოვრობენ ძალიან დიდი ხანი, შეიძლება ცხოვრობენ მილიონი წლები, ისინიც კვდებიან. თუ წაიკითხავთ ვედებს, ან ბუდისტურ კოსმოგონიას, ნახავთ, რომ ვედების თანახმადაც თვითონ ინდრა და ბრაჰმა და ასე შემდეგ, მთელი კალპა ცხოვრობენ, მაგრამ მაინც კვდებიან კალპას ბოლოს. და როცა კვდებიან, ამის შემდეგ იბადებიან ქვედა სამყაროებში. არის აღწერილი, როგორ ხოცავენ ერთმანეთს ღმერთები ვედრულ ლიტერატურაში. ან ასევე ძველბერძნულ მითოლოგიაში, ან ეგვიპტურ, ან რა ქვია იმას Nordic ვიკინგების. წავიდნენ ის ღმერთები. და ესე იგი აღწერია, რომ ეს არსებებიც კი მიუხედავად იმისა, რომ მილიონი წელი ცხოვრობენ, მაინც კვდებიან და ქვედა სამყაროებში იბადებიან. და კიდე ქვედა სამყაროების ცხოვრებიც კვდებიან და მაღალ სამყაროებში იბადებიან, ან ქვედა სამყაროებში ისევ. So there is no exception. არ არის გამონაკლისი, არავინ არ აინტერესებს სიკვდილს ვინ ხარ შენ. არ აინტერესებს დიდარი ხარ, ღარიბი ხარ, ძალაუფლება გაქვს, იოგი ხარ, სულიერად განვითარებული ხარ, სულიერად განუვითარებელი ხარ, ერთი რაღაც გარანტირებული არის. მოკვდები და ამას ხალი არ გაუვა. და ჩვენც რაღაცნაირად ვიცით ახლა ეს ისე არ არის რომ არ ვიცოდეთ. გასაგებია, იმიტომ რომ არ გვინახავს სხვანაირი შემთხვევა მართლა, მაგრამ ცხოვრობთ ამ გაგებით, ეს არის შეკითხვა. ცხოვრობთ კი ამ გაგებით, ხო, სადაც შეიძლება მე მოვკვდე. და
უნდა გავიაზროთ, რომ ყველა არსება, რომელიც გვიყვარს, ან ჩვენ ნახავთ მათ სიკვდილს, ან ისინი ნახავენ ჩვენ სიკვდილს. ანუ განცალკევება გარდაუვალია. ბუდიზმში ესეთი შედარება არის მოყვანილი, რომ თითქოს აი ერთ რაღაც ბაზარში თუ არ ვიცი რომ თანამედროვე ენაზე შეიძლება ფლი მარკეტზე შევიკრიბოთ ყველანი ერთად და რაღაც ნახეთ რაღაც და მე უნდა წავიდეთ სახლებში ისე. და ყველაფერი არ მარტო სიცოცხლე, არამედ მეგობრობები მთავრდება, ურთიერთობები მთავრდება, ორგანიზაციები, ქვეყნები მთავრდებიან. ამხელა იმპერიები, მონღოლეთის იმპერია იყო. არავის ეგონა თუ ოდესმე მაშინ ეს ამხელა იყო იცით. მაკედონიის იმპერია იყო. რომის იმპერია იყო. რაღაცა რაზეც აი ადამიანები ფიქრობენ რომ ეს უძლეველი ეს ძალიან დიდი ცივილიზაციები იყო რომელიც რაღაც ვულკანურმა მოფქროებმა და რაღაც მიწისძვრამ და რაღაცებმა გაანადგურეს. ასეო განცალკევება გარდაუვალი ვერავინ გამყვება ვერავის გავყვებით. ყველა ვინც გვიყვარს, ოდესღაც მოგვიწევს დაშორება. So, მოდი ახლა ერთი ორი წუთით უბრალოდ დაფიქრდით იმაზე, რომ ყველა არსება, ანუ ამ სამყაროზე თქვით, რომ სამყარო წყდება, მაგრამ ყველა არსება, ცოცხალი არსება, განიცდის სიკვდილს და გარდაუვალია და ჩვენც მოგვდებით. ორი წუთი. იყო ესეთი სეიჯი სადვაიძა ვედანტა დააფუძნა ადი შანკარა მეორე საუკუნეში. ამახსენდა ახლა ერთი სიმღერა, რომელიც მან დაწერა სამწუხაროდ. მარტო არსის თქმა შემილია და არა დიდი ლამაზი სიმღერის. იქ ყვება ესეთ ისტორიას, რომ ესე იგი
დაიბადეო რაღაცეები გინდაო. პატარა ხარ რაღაცეები გინდაო. მე დიდი გაიზარდე კიდე სხვა რაღაცეები გინდაო. მე კიდე დიდი გაიზარდე რაღაც ოჯახი ყავს შეიძლება შვილები ახლა იმათი რაღაცეები გინდაო. სიკვდილის ამდეც კიო, სიბერეშიც კიო. კიდე რაღაცეები გინდა. არასდროს შენს გონებას ვინება არ ტოვებს. ადიდე გოვინდა შესულელო ესე იცახო. გონდა მერტეას. და იქამობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს ხეული, რომელსაც ჩვენ ახლა ვუვლით და გვინდა რომ ლამაზი წარმოვაჩინოთ. წარმოიდგინეთ როგორი წარმავალია ეს და როგორი ცვალებადია ეს. საკმარისია ერთი კვირა არ მოვაროთ, არ დაიბანოთ, ხილები არ გაიხეხოთ, უკვე ცუდი სუნი აგვდის. რაღაც თმები გამოდის იმ ადგილასაც არ მოგწონს რომ გამოდიოდეს. საკმარისია ბევრი შაქარი შეჭამოთ, რომ სუქთებით რაღაც სხვანაირად. ვცდილობთ რომ შეინარჩუნოთ ის, რის შეინარჩუნოთ, საბოლოოდ შეუძლებელი. ვცდილობთ რომ ავაწყოთ ეს ცხოვრება რაღაცნაირად. საბოლოო ჯამში არაფრის საწყობა არ გამოდის, შეიძლება ავაწყოთ ბიზნესი, მაგრამ ეს ბიზნესიც დამთავრდება. შეიძლება ვეცადოთ რომ მქონდეს რეპუტაცია, მაგრამ რამდენი რეპუტაციის მქონე ადამიანი იცით რომ მომაც დაკარგეს თუნდაც ერთ დღეში ეს რეპუტაცია. რამდენი მდიდარი იცით, რომელიც გაღარიბდა. იცით, გაიხსენეთ ესეთი ადამიანები შეიძლება იცნობდეთ თქვენს გარშემო, გაგონილი გქონდეთ. ვიღაცეთ დროს კარგი ბიზნესმენი ან ოჯახი ჰქონდა ესეთი ძლიერი ასე თქონდა. მერე გაღარიბდა. პირიქით ვიღაცა ღარიბი საერთოდ არაფერი ჰქონდა და მე დიდარი გახდა ცნობილი. ხო, და ეს ახლა რას ეს ადიშანკარაზე გამიწყდა უცებ გვაცრავად. მოგეთ იქ ამბობს რომ ეს ხეულიო რომელსაც ესე ძალიან გუგლითო და თავს ვეულებითო ხო ახალგაზრდა რო ვართო, თქვათ, საპირისპირო სქესის იმებთან მოგეთ თავს ვიწონებდო ეს და მოგეთ მე რომ მოვკვდებითო იმ ადამიანებსაც ვისაც ვუყვარდითო ჩვენი შეხებაც კი ეშინიათ ჩვენი მკვდარის ხეულს. მკვდარის ხეულის დანახვაც კი შეიძლება არ უნდა. როგორი წარმავალია ეს დამოკიდებულება. როცა ახალგაზრდა ხართ შრომის უნარიანი შეაძლო შემოსავლის უნარიანი შეიძლება ოჯახის წევრებს აწყობთ თქვენი ყოფნა. თუ ბერდებით აღარ შემოგაქვთ ფული, ნელ-ნელა ჭკუას აღარავინ გეკითხებათ ეზედმეტებით ადამიანებს. ფიქრობენ თქვენს ჩაბარებას მოხსთან თავშესაფარში. ნელ-ნელა თქვენი მეგობრები ნელ-ნელა ბერდებიან, გვდებიან. ისეთი არ არის სიტუაცია. So ამ მედიტაციების, ნონდროს მედიტაციების არსი არ არის, რომ თქვენ თავი კარგად ივზნოთ. პირიქით. ამ მედიტაციების არსი არის, რომ თქვენ თავი ცუდად ივზნოთ. თავს ცუდად გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ ეს მედიტაცია მუშაობს ახლა. ეს მწარე წამალი. რომელიც გაფხიზლებს. და
და რატომ არის წარმალობაზე მედიტაცია? ხო, პირველ რიგში წარმალობაზე მედიტაცია არის ძალიან კარგი საშუალება მიჯაჭვულობების შესამცირებლად. თუ ბევრი მიჯაჭვულობა გაქვს, დამოკიდებულება გაქვს, არ ვიცი, რაღაცეებზე, ადიქციებზე, ადამიანებზე, ეს და შემდეგ ფიქრობთ ამ იმაზე, ნელ-ნელა თქვენი ეს მიჯაჭვულობები შემცირდება. მეორე არის ის, რომ თქვენ გივითარდებათ უარყოფის გონება, renunciation, უარყოფის გონება. ანუ ეს სამსარისგან განიხიბლებით, როცა დაინახავთ სამსარას როგორი არის, როგორი წარმავალი არის, რომ არც ერთი ბედნიერება სამსარაში არ არის, რომელიც წარმავალი არ არის. That's very tough one. ესეთი სწავება არსებობს, Four Seals of Buddhism, დარმის 4 ბეჭედი, Four Seals of Dharma. ერთ-ერთი კომპონენტი იქ არის, რომ ცხოვრება არის ტანჯვა. რომელიც ძალიან რადიკალური განაცხადია ერთი მხრივ, ხო ადამიანი იფიქრებს, რომ რატომ არის ტანჯვა, ანუ ბედნიერებაც ხომ არის, რამდენჯერ კარგად ვგრძნობ თავს ეს მართალია ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ არა, მართალი რატომ? რომ ეგ ეს ბედნიერება სულ იცვლება უბედურებით. მუდმივად ესეც კი წარმავალი არის. ეს კარგად ყოფნის მომენტები. და ასევე რაღაცები, რაც კარგად გვხდის, არის ის, რაც ცოტა ხანში ცუდად გვხდის. ადამიანები, რომლებიც მოგწონს და კარგად ხვდიან, ცოტა ხანში ცუდად ხვდიან. საჭმელი, რომელიც კარგად ხვდის, ცოტა ხანში ცუდად ხვდის. კბილი, რომელიც ვჭამეთ და კარგად გაგხვავ და ცოტა ხანში ცუდად ხვდის. არ არსებობს არც ერთი კარგად გახდომა სამსარაში, რომელიც ცუდად გადახდომისკენ არ მიდის. ერთიც კი არ არის ესეთი. ამიტომ ამბობს ბუდა, რომ ცხოვრება არის ტანჯვა, თორე განა ის, რომ კარგი მომენტები არ არის. არის, მაგრამ წარმავალია და ჩვენი უმეცრების გამო სულ მიდის ტანჯვისკენ. და ამ მედიტაციების არსი არის, რომ გაგვივითაროს უარყოფის გონება, ანუ განვიხიბლოთ სამსარად. ჩვენ იმდენად მოხიბლული ვართ ამ ცხოვრებით. ისე იმედი გვაქვს ამ ცხოვრების. ისე გონია, რომ გაამართლებს ეს ცხოვრება. ისეთი ინვესტირებულები ვართ, რომ yeah. So ამაზე ცოტა ხანში კიდე გავაგრძელებ. შემდეგ მომენტი არის, რომ წარმავალი არის ასევე კარგი მომენტებიც. კარგი მომენტები რა ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, წმინდა არსებებიც მოკვდავები არიან. მაგალითად, ბუდას სწავლებაზე ნათქვამია, რომ ეხლა სხვადასხვა იმყოფებით ბუდას წინასწარმეტყველების მიხედვით რა ქვია მაგას age of degeneration. დეგრადაციის ეპოქა 2500 წელი გავიდა ბუდას სწავლებიდან და თუმცა ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას დარმა. და ესე ბევრჯერ გამქრა. ამბერის დიდი სულიერი ოსტატი იყო, რომელმაც იქადაგეს დედამიწაზე და დღეს ეჭვის გვეპარება საერთოდ იყვნენ ისინი მოსულები არ იყვნენ. რამე ასწავლეს, არ ასწავლეს, ეს ხალხიც მიდის. და ამათან ერთად მიდიან ძლიერი ადამიანებიც. ვისაც ძალაუფლება აქვს, ესეთი მეფეები, იმპერატორები, ალექსანდრე მაკედონელი,
რომელიც იძახდა, რომ გაშლილი ხელის გულით მივდივარო, ვერაფერი ვერ წავიღეო. სტალინი, დიქტატორები, კარგი მეფეებიც, ხალხს რომ უყვარდა ისეთებიც. მათ ძალაუფლება მანფერი არ გამოადგათ. So როცა მედიტირებთ წარმავლობაზე და სიკვდილზე, პირველი მომენტი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ და ვიმედიტიროთ ხოლმე მედიტაციის დროს, არის ის, რომ აუცილებლად მოგვდები. ეს ფაქტი. ამაზე უნდა იფიქროთ, რომ აუცილებლად მოგვდები. უფრო მეტი ფაქტორია, რის გამოც მოკვდებით, ვიდრე ის ფაქტორები, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოთ. რეალურად ეხლა ამ მომენტში თქვენ კვდებით. დრო გადის, რაც დრო გადის, უფრო უახლოვდებით სიკვდილს. და უფრო მეტი ფაქტორია, ესე სიკვდილის მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი. ზოგი კვდება მუცელში ყოფნისასვე. ანუ ეს არაა დამოკიდებული ასაკზე. ძალიან გთხოვთ ამას მიაქციოთ ყურადღება. ზოგი ადამიანი კვდება დედის მუცელში ყოფნის დროს. ზოგი კვდება დაბადებისთანავე. ზოგი კვდება ბავშვობაში. ზოგი კვდება სკოლის ბოლო ზარის დღეზე. სამწუხაროდ ესეთი ისტორიები ბევრი გვაქვს საქართველოში. ზოგი კვდება ახალგაზრდობაში, სტუდენტობის დროს. ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მოკვდა რაჭაში, მეწყერი ჩამოწვა. მოხვა მეწყერში. 25 წლის ბიჭი იყო. ისე ვქონდა მასთან გეგმები, ამოცანები, საერთოდ არ ფიქრობდა იმ დღეს, რომ არც გული უგზნოვდა ცუდად, არც რამე სიჯმარი უნახავს წინ. ფიქრობდა, რომ მქონდა მომავალი. კვდებიან შუახნის ადამიანები და კვდებიან სხვადასხვა რაღაცით. შეიძლება მოკვლას ცხოველმა, შეიძლება მოუყვეთ ომში და დაგვიბომბოს სხვა ქვეყანამ, შეიძლება ავარიაში მოკვდეთ. შეიძლება ჭამისას მოკვდეთ, საჭმელი აღმოჩნდეს მოწამლული, დაძველებული. შეიძლება შეგხვდეს რაღაცა ვირუსი, ახალი და რაღაც ისეთი გავრცელებული. შეიძლება შეგხვდეს დაავადება. შეიძლება დავბერძით და სიბერისგან მოკვდეთ. ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება მოკვდე. პრაქტიკულად სასწაულია ყოველდღე რო იღვიძებ და მკვდარი არ ხარ, მართლა სასწაულია. იმდენი ფაქტორია. და იმდენი ადამიანი კვდება ღამე ძილის დროს. სხვა ჩვენს ადამპას ოსტატები იყვნენ, ერთი ბუდისტური სექტა იყო, რომელიც ძილის წინ მკიქას ამოატრიალებდნენ ხოლმე და კონცონს აქრობდნენ თავისი გამოქვაბულის წინ, იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ შეიძლება აღარ გავიღვიძო მაინც დილით და რა თქმა. აკრეს. ალბათ ვერ გავიღვიძო. და ამ საშუალებით არ ივიწყებდნენ თავიანთ მოგდაობას. ამიტომ თუ ცოცხალი ხართ და იმისაც რომ მოკვდეთ, ერთი ელემენტარი რაღაცა საჭირო რომ მოხდეს თქვენს ხელში. თაგმაინცია რომ ჩაისუნთქოთ და აღარ ამოისუნთქოთ, ან ამოისუნთქოთ და აღარ ჩაისუნთქოთ. That's it. Simple as that.
ამიტომ სანამ ცოცხლები ვართ, კარგად უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც გვაქვს და შეიძლება არ დავხარჯოთ სიზულელეებში. შეიძლება არ გავაფუჭოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. წახვდებით, გვახსოვდეს, აი გქონდეს ეს პრაქტიკა, რომ მე შეიძლება ამ ადამიანს ბოლოჯერ ვესაუბრები. აქვთ რამე გარანტია, რომ კიდევ შეხვდებით ვინმეს? აქვთ რამე გარანტია? პატრულ რინპოჩე გვირჩევს, რომ როცა სახლიდან გავდივართ, ვიფიქროთ, რომ შეიძლება ვეღარ დავბრუნდეთ სახლში. გვირჩევს, რომ რაღაცას როცა ვაკეთებთ, ვიფიქროთ, რომ შეიძლება ეს ბოლოჯერი მომენტია, როდესაც ამას ვაკეთებთ. თუმცა მშობელს ხვდებით, ან შეყვარებულს, ან შვილს, ან მეგობარს, ვიფიქროთ, რომ შეიძლება ბოლოჯერ ვხედავ ამ ადამიანს. გამოვიჩენოთ უფრო მეტი სიყვარული და სიკეთე მათ მიმართ. ავიხსენოთ, როგორ წარმავალია ცხოვრება და შეიძლება შემდეგ ძალიან ვინანოთ. რომ დავშორდით ვიღაცას ცუდად. ამიტომ წარმავლობაზე ფიქრი ჩვენ გვაფხიზლებს და გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი. პირველი მომენტი არის, რომ აუცილებლად მოვხვდები და მოდი ერთი წუთი ვიფიქრეთ ამაზე. ერთი წუთი გავჩერდეთ უბრალოდ და ვიფიქროთ, გავიაზროთ, დავწმუნდით ამაში. მეორე ფიქრი არის ამ მედიტაციაში, რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის მოვხვდებით და კიდევ უკეთესი შეიძლება ყოფილიყო, გწოდნოდა, გწოდინებოდა, რომ გარანტირებულად მთელი ხანი ვიცხოვრებთ, მაგრამ არ ვიცით. არ ვიცით, რამდენი ხანი ვიცხოვრებთ და არ ვიცით, რა პირობაში მოვხვდებით, რა სახის იქნება ჩვენი სიკვდილი. აი, ფიქრეთ ამის შესახებ, რომ მე არ ვიცი, როდის მოვხვდები. რომ მოვხვდები ეს გარდაუვალია, მაგრამ როდის შეიძლება დღეს ვერ მოვხვდები. შეიძლება ხვალ მოვხვდები. შეიძლება ერთ კვირაში მოვხვდები. ერთი წუთი დაფიქრეთ ამაზე. და მესამე მომენტი არის ის, რომ სიკვდილის მომენტში
არაფერი არ გამომადგება და ვერავინ ვერ მიშველის. თუ მოხდა ისე, რომ ექიმს გამოუძახეს, ექიმი ეცდება თქვენს გადარჩენას, რაღაცა წამალს გაგიკეთებთ ნემს, მერე ეტყვის თქვენს ახლობლებს, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და უბრალოდ არაფერი აღარ ეშველება. რაღაც მომენტში ხელს ჩაიგდებს. თქვენი ახლობლები თუ აღმოჩნდა, რომ თქვენთან იყო რომელიმე ერთი მაინც, იქნება დაბნეული და არ ეცოდინება რა გითხრათ. ისინი ფიქრებს, რომ ისინი ფიქრებენ, რომ დავამკვიდროთ, უთხრათ, რომ ეს კიდევ იცხოვრებს, ან გადარჩები, არ ინერვიულობა, მაგრამ იგრძნობენ, რომ როგორი ყალბი და ზედაპირულია მათი სიტყვები, იმიტომ რომ ჩვენ არაფერში არ გვიშველის ეს გამხნევება. ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ მარტო მივდივართ და ვერავინ ვერ დაგვამშვიდებს. ვერავინ ვერ გამოყვება. ბოლოს ყველა ხელს ჩაიქნევს მაინც ჩვენს. ანუ მესამე ფიქრი არის ის, რომ არაფერი არ მიშველის. არც ფული მიშველის, რომ მაინც დავაგროვენ. არც წოდნა არ მიშველის რაღაცები თუ წავიკითხე. იმიტომ რომ ბევრ ადამიანს დემენცია ემართება სიბერეში. არ გაქვთ გარანტია, რომ თქვენი კოგნიტური უნარები შენარჩუნებული იქნება ამ დროს. ერთადერთი რაღაც, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენი სიკვდილის მომენტში. ეს იქნება თუ აპრაქტიკებდით დარმას ცხოვრებაში. თუ მოახდინეთ თქვენი გონების ტრანსფორმაცია ცხოვრების განმავლობაში და მიეცით ახალი მიმართულება მას, დააგროვეთ ბევრი გევა, პოზიტიური ანაბეჭდები თქვენს კარმულ საწყობზე, ეგრეთ წოდებულ ალაია ცნობიერებაზე. თუ მოათვინიერეთ თქვენი გონება და ამოზირკვეთ მისგან სამი საწამლავი, მიჯაჭვულობა, ბრაზი და უმეცრება. თუ ავსეთ თქვენი გონება სიყვარულით და თანაგრძნობით, სიმშვიდით, სიცხადით და მოიცანით თუ არა გონების ბუნება, თქვენთან დაყოლილი ბუდა ბუნება. მხოლოდ ამას ექნება აზრი სიკვდილის დროს, მხოლოდ ეს დაგეხმაროთ, სხვა ვერაფერი არ დაგვეხმარება. ვერ დაგვეხმარებიან ექიმები, მწამლები, მეგობრები, ოჯახის წევრები. ერთადერთი რაც დაგვეხმარება არის დარმა და ამ მომენტში ჩვენ ვიფიქრებთ, რომ მე მქონდა ცხოვრებაში დრო, რომ მე პრაქტიკა. მე მქონდა დრო, რომ სიკვდილისთვის მომზადებულიყავ ცხოვრებაში. რომ მისულიყავი სიკვდილთან მიჯაჭვულობების გარეშე. რომ ყოფილიყავ ისეთ მდგომარეობაში, სადაც შევხედავდი ცხოვრებას და ვიტყოდი, რომ ოკეი, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. საკმარისი არის. დავამშვიდებოდი ყველას და შევეცდებოდი სიკვდილის ცხადი სინათლის ამოწმებას. პირველ ბარდოში. მაგრამ არ ყოფილა მომზადებული ამისთვის, ეს იქნება ძალიან რთული. წარმოიდგინეთ, როცა რაღაცას გპარავენ ან კარგავთ ტელეფონს ან ფულს, როგორ ნერვიულობთ. წარმოიდგინეთ, როგორ ნერვიულობს ადამიანი თუ სახლი დაეწვა. წარმოიდგინეთ, როცა გვდებით ყველაფერს კარგავთ. ტელეფონს კი არა, ფულს კი არა.
ერთ ადამიანს კი არა, რომელიც გიყვართ, ყველა ადამიანს. თუ ამ მომენტში არ იყავი შენ განჯაჭვული, თუ არ ქონდა შენი გონება მოთოკილი, დამუშავებული და სულიერი სწავლებებით გაჯერებული, არ იქნება ადვილი მომენტი. ამიტომ იფიქრეთ ესე, ვიფიქროთ ესე, რომ ოკეი, მე მაქვს ძვირფასი ადამიანური ცხოვრება. არ ვიცი როდის მოხვდები, მაგრამ გარანტირებულია რომ მოხვდები და არაფერი რეალურად სიკვდილის დროს არ მიშველის, გარდა იმისა, რომ სულიერი პრაქტიკები გამოვცადო საკუთარ თავს. ვერაფერს ვერ წავიყოლებ სხვას, თუ არა ჩემი გონების მაინსტრიმზე. როგორი მაინსტრიმიც მექნება, ისეთი მექნება შემდეგი ცხოვრებაც. ესეთი გამოცდილება გარდამავალ სამყაროში. და მოდი, ორი წუთი, ახლა ვიმედიროთ ესე, რომ წარმოიდგინეთ, რომ ხვდებით. წარმოიდგინეთ, რომ ეხლა დღეს ხვდებით. წარმოიდგინეთ, რომ ხვდებით 1 საათში. ან 2 საათში. და იგრძენით, რას იგრძნობთ. ოკეი? რამდენიმე წუთი გავაკეთოთ. Okay, so შემდეგი კვირის განმავლობაში მე გირჩევთ, რომ ყოველ დღე რამდენიმე წუთი იმედიროთ წარმალობაზე. შეიძლება 5 წუთი, შეიძლება 10 წუთი, შეიძლება ძილის წინ იფიქროთ, რომ შეიძლება ვეღარ გაიგუძოთ მეორე დღეს. და რამდენიმე წუთი უბრალოდ მოგეთ ესე იფიქრეთ ამ სამ ფაქტორზე, რომ სიკვდილი გარდაუვალია, არა მარტო მე ყველაფერი მიდის. რომ დრო უცნობია როდის მოხდები და არაფერი დამეხმარება გარდა
დარმის ან პრაქტიკის სულიერი სწავლების. და თუ იგრძნობთ თავს უცნაურად ამის შემდეგ, არ შეგეშინდეთ. იმიტომ რომ ეს ის განცდა, რომელიც გვინდა რომ დაგვეუფლოს. რომელსაც გვინდა რომ თვალებს ჩავხედოთ. აქ ჩემს თავარ სპიჩს დავასრულებ და თუ ვიღაცებს გსურთ რამის თქმა, გაზიარება, შეკითხვა, თავისუფალი მიკროფონი. მადლობა შივო. ხო, ანუ ამაზე მეც ბევრი მიფიქრია, განსაკუთრებით ალბათ ყველას უფიქრია, ვისაც ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მქონდა ამაზე ფიქრი და იცი რა მაინტერესებს, ესეთი შეკითხვა მაქვს. პასუხი, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, მაგრამ მაინც რა რეალურად რისთვის ვცხოვრობთ მაშინ, რომ სიკვდილისთვის შევემზადოთ? პირველი შეკითხვა და მეორე, ანუ შენ ახსენე, რომ ადამიანები სხვადასხვა ასაკში გვტებიან, ხო? და რამე კანონზომიერება თუ არსებობს და რატო ხდება, რომ ზოგი თუნდაც მუცლად ყოფნის პერიოდში კვდება, ანუ არც უცხოვრია, ხო, რეალურად. ზოგი, ანუ ძალიან პატარა ასაკში კვდება, ზოგი რაღაც სხვა ასაკში და ზოგს მაგალითად დედას, მამას უკვდება შვილები და თვითონ ცხოვრობენ. აი, ეგეც მაინტერესებს შენი აზრი. და მადლობა დიდი. პირველი კითხვიდან რომ დავიწყოთ, რატომ ცხოვრობთ? იმიტომ ცხოვრობთ, რომ გვაქვს ესეთი კარმა. ჩვენ გვაქვს კარმა დაგროვილი, რომ ვიცხოვროთ ადამიანის სხეულში, ვიცხოვროთ გააღვეული წელიწადების განმავლობაში. როცა ესეთი კარმა დაგვისრულდება, აღარ ვიცხოვრებთ და როგორი კარმაც გვექნება, ისეთი შემდეგი ცხოვრება გვექნება. თუ გვაქვს კარმა არის, რაც იწვევს ხელახლა დაბადებას. კარმა, წარმოიდგინეთ ასევე ესეთი რაღაც რა, კარმა როგორც ინერცია. და ეს რაღაცას ამბობენ იოგაში, რომ შენ იბადები იმიტომ, რომ გინდა დაბადება. სურვილი არის შენში, გესმის? სურვილი არის, რომ დაიბადო, სურვილი არის, რომ ფორმასთან იყო იდენტიფიცირებული, რაღაც სხეულთან იყო იდენტიფიცირებული. ლამა ლინა, ჩვენი გურუ იძახის ხოლმე, რომ ესეთი რამეც კი ხდებაო, რომ თქვა შეიძლება არსება მაგიდასთან დაიდენტიფიცირდესო. ეს პირველად მისგან მოვისმინე, არ მქონდა იქამდე გაგებული. ანუ იმდენად გონებას ყველაფერი შეუულია რეალურად. შეიძლება და ამბობდა, რომ კარებთან შეიძლება და ტიბეტში ეუბნებიან, რომ არ გამოაჯახონო კარები, იმიტომ რომ შეიძლება ამ კარში არის რომელიღაც არსების გონება ჩაბუდებული და ხოდან შეაშინებან ეთქინება თითქოს, არ ვიცი რაღაც ეგეთი. ანუ ჩვენ სხეულში კი არ ვარ, ჩვენ სხეულთან ვართ გაიგივებული. იმიტომ რომ გვაქვს ესეთი სურვილი და იმასთან ვიგივდებით, როგორი ტენდენციაც გვაქვს. აი, რაზე წინაზე საუბრობდა ირაკლი მაგალითად და სხვა განზომილებაზე და ასე შემდეგ. როგორი ტენდენციებიც აქვს შენს გონებას, ისეთ რაღაცასთან იგივდები. ანუ იმიტომ ცხოვრობთ, რომ გვაქვს კარმა. და თუ დაასრულებ კარმას, შემიძლია ჯივანმუქტი თუ გახდები, ასე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში გათავისუფლებული. შემიძლია აღარ დაიბადო. მაგრამ სანამ არ ხარ თავისუფალი, შენი კარმული ტენდენციების მიხედვით გადაიბადები და შეიძენ სხეულებს იმის მიხედვით თუ როგორი კარმა გაქვს დაგროვებული. და ის რომ აიდენტიფიცირებ თავს ფორმასთან, ესეც კარმა არის. ესეც უბრალოდ გონების ტენდენცია არის, თორე გონება არავის უნახავს სხეულში. მუჰამუდრას კლასებზე
ან ვიპაშიანას კეთების დროს, ან ზოგჩენში შინაგანი გონების რუშენის დროს treba მოძებნოთ თქვენი გონება, სად არის. სხეულში, სხეულს გარეთ და ვერსად ვერ იპოვით სად არის გონება. იმიტომ რომ გონება არის სიცარიელი, გონების ბუნება არის სიცარიელი. მას არ აქვს რაიმე კონკრეტული ლოკაცია, ფორმა, ზომა, ზონა, მოყვანილობა. მას უბრალოდ შეუძლია რომ იყოს რაღაცასთან იდენტიფიცირებული. და მეორე კითხვაზე პასუხიც იგივე არის. ვიღაცა იმიტომ ხვდება მუცელში ყოფნისას ან დაბადებისას რომ აქვს ესეთი კარმა. ბავშვობაში, ან მოხუცებულობაში, ან მოკლავენ, ან რაღაც. ეს არის ასე ვთქვათ, რაც ოდესღაც დათესე შენ. Тико? შივა, რა მაინტერესებს იცით, წინასწარ თუ არის განსაზღვრული, როდესაც ვიბადებით ჩვენ ადამიანად და მოვლენებით, განსაზღვრული დაახლოებით რამდენი წელი უნდა ვიცოცხლოთ? მე რა თქმა უნდა წარმოდგენა არ მაქვს ამის შესახებ. მაგრამ მსმენია ხოლმე რომ თითქოს არის, მაგალითად ადი შანკარა შემთხვევაში დღეს რო ახსენეთ. იმაზე არის ისტორია, რომ უნდა ეცხოვრა 8 წელი და 8 წლის ასაკში მომკვდარიყო, მაგრამ მოგეთ ვიღაცამ დალოცა ვიღაც დიდმა იოგმა და უნდა მერე ეცხოვრა 21 წლამდე. მერე შივა გამოეცხოდა, შივამ დალოცა და იცხოვრა 30 წლამდე. 30 წლის ასაკში მოკვდა. ადი შანკარა. და ანუ თითქოს რაღაც ეგეთი ისტორიები არის, მაგრამ ასევე რა მომენტი არის, ხო, ეს ფიქსდ არ არის, შენი კარმა, ასე ვთქვათ, ხო, შეგიძლია გაასუფთავო კარმა. ტიბეტურ ტრადიციაში არის long life empowerment-ები, ხო, გრძელი სიცოცხლის ეს პრაქტიკები, ვთქვათ, ამიტაიუსი ბუდას, ან კიდე სხვა და ამ შემდეგ არის რაღაც ფაქტორები, რომელთაც შეგიძლია სიცოცხლე გაიხანგრძლივო. ეს კარმა ის ხო არ არის, ასე ვთქვათ, ეს ფატალური არ არის, კარმა საკმაოდ დრეკადი ტიპიც არის, ანუ შენ შეგიძლია გაასუფთავო, გარდაქმნა, ახალი კარმა შექმნა, ამიტომ ასე ვთქვათ, მუშა ტიპი არის. შეიძლება ორი ის მქონდა, ერთი ნანას რაც ისაუბრა იმ ახალშობილებზე და თუ გინდ უფრო დაუბადებოდ რაღაც ამდენი ვკითხულობდი რაღაცასთან მაგაზე და უცებ ეხლაც რო ამ თემაზე საუბარია დავფიქრდი და აი ძირითადად ახლა ჩვენს კულტურაში ესეთი რაღაცა რო ხდება უფრო აი მაგათ შობელს რატო დაემართა ესეთი იმით არის რომ აი რატო მოხდა ეს შენ ცხოვრებაში ან რა ისწავლე ამით რამე სასწავლებლად ხო არ მოვიდა შენში და არა იმ თქვა დაუბადებელიან რაღაც 2 დღის ნაცხოვრების კარმა იყო ანუ აქ უნდა მოხდეს რამე გამიჯნა თქვათ ეს იცი არის მე არ ვუყურებ ესე რომ რაღაც გაკვეთილები არის ცხოვრებაში და შენ ასე თქვათ რაღაც პროგრამა არის თქვათ სილაბუსივით და გაკვეთილს გთავაზობს. არ გთავაზობს, მაგრამ შენ შეგიძლია ისწავლო. ეს ანუ გაკვეთილის პრინციპით ანუ სკოლა არაა სამყარო. შენი კარმა არის სამყარო. და ასე ვთქვათ, წარმავლობა არის ეს რომ სამსარა დამჯვა, ეს დედია ცხოვრება და ასე შემდეგ. შენ შეგიძლია ისწავლო და შენ უნდა ისწავლო. მაგრამ ასე ვთქვათ, რამე წინასწარ ჩაფიქრებული არავინ არ უზის და არავინ გიკონტროლებს, რომ ეხა ამას მოდი ეს მოუვლინოთ და ეს გაკვეთილი მივცეთ და ხო ასე ვთქვათ, ხო შენი კარმის მიხედვით არის, აი ლამა იგორი როცა იყო ჩამოსული ერთხელ მხოლას ატარებდა ეგეც ვთქვათ გარდაცვალების გარკვეული პრაქტიკა არის. იქ ამბობდა რომ
ეხლა ესე უყურებენო, რომ ეხლა თქვა განვითარდი და შემდეგ ცხოვრებაში განვითარებული დაიბადები და კიდე გააგრძელებ თქვა. და ის ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ესე არ არის. ანუ შენ ეხლა რო განვითარდი, ხვალზე შეიძლება დეგრადირდე. შენ ამ ლეველებს ვერ ინარჩუნებ, რომ ასე ვთქვათ, განვითარდი და მე ხა აღარ ჩამოვარდნები. ჩამოვარდები. და შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაცა რაც გავლილი გაკვეთილი გეგონა, მოგიწიოს ხელახლა აღმოჩნდეს, რომ არ ქონდა ნასწავლი, ასე ვთქვათ. ანუ შენ როგორც ვითარდები, ასევე დეგრადაციასაც განიცდი, ეს შენზეა და მოგიდე შენ თუ შეწყვიტე განვითარება. მაშინ არავინ დაგელოდება და რაღაცა ბანკი არ იქნება, რომელიც შეგინახავს ამ კრედიტებს, ასე ვთქვათ, ხო? შეიძლება ქვევით ჩამოხვიდე და ისევ, ასე ვთქვათ, ცუდი გადაბადებები გქონდეს მაგალითად, ანუ ცუდი კარმა დააგრო. ამიტომ ესეთი ისიც არ არის, ასე ვთქვათ, ბუდიზმის მიხედვითაც, ხო, ანუ არ არის, რომ ვთქვათ, რაღაცა, აი ეს ჩაფთერი ჩახურა და ეხა შემდეგ ჩაფთერზე გადავიდა და უკვე ის არა, ანუ გურგენ პოჩა სიტყვები არის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხედვა ისეთი ფართეა, როგორც ჩემი ქცევა ისეთივე დაწვრილმანებულია, როგორც ქვილის მარცვალი. ისეთ ყურადღებას ვაქცევო კარმას, რას ვაკეთებ, რას ვსაუბრობ, რას ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხედვა მედიტაციური ჭვრეტად სასავით გაშლილია, იმიტომ რომ დასწრების ის მაინც მოგიბრუნდება, იმას არ აინტერესებს შენ ვინ ხარ. Yeah, kind of like this. ბოდიში გაწყვეტინებთ ერთ შეკითხვამა კიდე ძალიან ისე რა მაინტერესებს უბრალოდ connections რო გავაკეთოთ წინა ლექციასთან დაკავშირებით. ხუთ იმაზე ისაუბრეთ, ხო? ანუ სულების რაც როგორ დავარქვათ, მოსვლის ეტაპებია თუ რაღაცა მდგომარეობა, ხო? და რა მაინტერესებდა, აი ადამიანად მოსვლის უპირატესობა რა არის? თუნდაც, იმიტომ რომ ღმერთები ხო რაღაცა ზედასაფეხურია თუ რაღაცა უფრო რაღაცა ისე და მდგომარეობა და მაინტერესებს ადამიანად მოსვლის უპირატესობა, აი ამაზეც თუ გვეტყვით ორი სიტყვით. უპირატესობა ის არის, რომ ადამიანის ცხოვრება არის შვებით იმით გამორჩეული, რომ საკმარისი ტანჯვა და საკმარისი სიამოვნება. ღმერთების ამავში ზედმეტი სიამოვნება არის და ტანჯვა რომ არ აქვთ, არ ვფიქრობენ სამსარიდან გასვლაზე. ასე ვთქვათ, ნუ არ ვიცი, ახლა ვიღაცამ დიდარ კაცს მილიარდელს არ მოუნდება მილარებასნაირად იცხოვროს, რომ რატო ხართ მაგ ყველაფერი რამდენიმე თვითმფრინავი მყავს სახლი ესპანეთში, არ ვიცი, იბიცაზე, აქ-იქ, რა თმინდა ახლა ის დარმა იფიქრებს, ხო, მედიტაცია რაღაც დავლევ რაღაც არ ვიცი, სოკოების მიკროდოზებს და თავს კარგად ვიგრძნობ, ხო, ან არ ვიცი რაღაც, ხო, ან ღმერთების განზომილებას ეგ ნაკლია, ზედმეტი სიამოვნება არის. და ქვედა სამყაროში ზედმეტი ტანჯვა არის. ადამიანის უპირატესობა ის არის, რომ შენ ცხოვრებაში ცოტა ისიც არის, ასე ვთქვათ, კარგი მომენტებიცაა და ცუდი მომენტებიც. ისეთი პროპორციითაა, რომ უფრო შეგიძლია აქვს სულიერ პრაქტიკაზე დაფიქრდე და თან უპირატესობა ყველა ადამიანს არ აქვს. ეს ჩვენ გვაქვს ახლა აქ ვინც ვართ ჩართულები მაგალითად, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებთ სულიერება, თქვათ, ხო, ან ისეთი ხედვა აქვთ ზედმეტად მატერიალისტური, ისინი არ ფლობენ ძვირფას ადამიანურ შესაძლებლობას ჯერ კიდევ. ანუ ვისაც ის განცდა აქვს, რომ რაღაცა მეტი არსებობს ცხოვრებაში და მას მინდა გავეხსნა, იმას აქვს ძვირფასი შესაძლებლობა. უპირატესობა. ხო ხტები? ხო, ანუ ეს უპირატესობა მოდის პრაქტიკის იმით, ანუ უპირატესობა გაქვს რაში, ანუ უპირატესობა გაქვს, რომ შენ სულიერებით დაინტერესდი და სწავლება მოაღწია შენამდე.
შენამდე სწავლება თუ არ მოაღწევდა ირაკლი მძინეზე ჩამოთვალა რომ ბუდა დაიბადა ამ სამყაროში და მერე ისწავლება იქადაგა რომ არ ეკადაგა ან არ დაბადებულიყო ჩვენ ცხოვრებას არ ექნებოდა არ ერქმეოდა ძვირფასი ადამიანური დაბადება იქნებოდა ადამიანური დაბადება მაგრამ არ იქნებოდა ძვირფასი იმიტომ რომ ძვირფას ხდის თავისუფლება რადგან ირაკლი საუბრობა წინაზე რომ ჩვენ განპირობებულები ვართო და თავისუფლების შანსი კასტაენდაში დონ ხუანი ეუბნება იმას კასტაენდას რომ ბუდიში რუსულად მაქვს წაკითხული ერთი это шанс иметь шанс ანუ შანსის ქონის შანსი გაქვს შანსი კი არა გაქვს შანსის ქონის შანსი გაქვს მეორე განიძახის რომ კუბური სანტიმეტრი შანსის გაქვს და ეს კუბური სანტიმეტრი შანსის გაქვს ახლა ამ ცხოვრებაში როცა ისეთ სწავლებას ეხები რომელსაც შეუძლია თავისუფლებამდე მიგიყვანოს დანარჩენი სულ განპირობებული ხარ არაფერი შენ არ გექონთებარება და ახლა რაღაც შანსი გაქვს რომ თავისუფლება იპოვო ეს შანსი არა გაქვს თუ ესეთი სწავლება არ გხდება თუ არავინ გითხრა მე არ აგიხსნა დაგაჯერა არა გაქვს ეს შანსი საიდან გექნება მაგ თავისუფლების შანსი შენით როგორ დაფიქრდები მაგ რაღაცეებზე და შენით როგორ გაივლი მთელ გზას უცოდინრობიდან სრულ ცოდნამდე თავიდან ბოლომდე გამორიცხულია ეს რაღაც აი პირობები დაეწყო ეგრე რომ ვიღაცა ბრძენი ხალხი იყო რაღაცები დაწერეს ილაპარაკეს აპრაქტიკეს შენამდე მოიტანეს ბევრი იწვალეს სამროცოდნების შესანარჩუნებლად და რაღაც შენც რატომაც დაინტერესებული ხარ რაღაც ინტერნეტი გაქვს ესა მიეწყო აი სიტუაცია ყველას არ აქვს ეს სიტუაცია ადამიანებსაც არ აქვს ეს სიტუაცია ნუ შანსი თავისუფლების შანსი მართლა რომ გათავისუფლდე ამ სამსარისგან მიხვდე რომ აი ადამიანის სხეულის ტკივილია აი ხა დღეს ხო საუბრობთ არა კი კარგია ეს კი ეს მაგრამ რა უყოთ ამდენ ტკივილს რომელსაც დავდივართ დაბადებიდან მოწვად ყოფნაშივე ტკივილს განვიცდით მოწვად ყოფნისას ბავშვს ხან უჭერს ეს მწელი განცხელს დალევს რაღაც დედა და მისთვის ზედმეტად ცხელია, ცივს დალევს ზედმეტად ცივი არის. მე მშობლის ნეგატიური ემოციებს იგრევე მუცელშივე ითვისებს ბავშვი, ან მუცად ყოფნაშივე იდანჯება ადამიანი. მე დაბადება გეშინია, გამოსვლა ყველაფერი ცივია, ახალია, კანზე შეხება მტკივნეულია, ზედმეტია, ზედმეტად მძაფრია. დაბადებაც ტკივნეული არის, ამ გარდაცვალებაზე აღარ მაქვს საუბარი. პირველივე მომენტიდან ტკივნეულია და სანამ შენ ისევ გეძვირფასება ეს სამსარა, იქამდე დაიბადები სამსარაში და გექნება სულ ესეთი ტკივნეული ცხოვრება. როცა მიხვდები რომ არ აღრია არაფერი სამსარაში ასე ვთქვათ, ხო? ანუ მე გაგიჩნდება სურვილი რომ მინდა გავთავისუფლდე. არამედ გავთავისუფლდე, არამედ სხვებიც იტანჯებიან და სხვებიც გათავისუფლდნენ. ძონგსარგინიცენი პოჩენ თქვა რომ თუ ვიღაცებს ტატუების გაკეთება გინდათ, კარგი იდეა მაქვს ტატუს გასაკეთებლად. მე გირჩევთ ხელზე ან მხარზე ან სადმე დაიწეროთ რომ და ეს სამსარა თლიანად დაცარიელდეს. ყველა არსებისგან დაცარიელდეს. That's very spicy, isn't it? არ ვარ ჩვენ მაგ ცნობიერებაში, ხო? არ ვეთანხმებით მაგ გამონათქვამს. სხვანაირადაა ჩვენთვის. იმდენად გვინდა მაინც ეს. ასე თქვა, ჯერ არ დავწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება ჯობია. ამიტომ ესეც პროცესი არის. ეს პრაქტიკაც მაგას ეხმარება, რომ დაგანახოს, რომ there is benefits of liberation. მადლობა მეგობრებო. ბოლოს ერთს ვიტყვი, რომ აი ეს ნაპერწკალი და შთაგონება, რაც ახლა სიტყვაზე შივამ გააღვივა ჩვენში, ესეც ცვალებადია. როგორც კი წითელ ღილაკს დააჭერთ, აი სამსარა ისევ დაიწყებს თავრუს ხვევას და იტყვის რომ მოდი ხვალ ვიპრაქტიკებ, ზეგ ვიპრაქტიკებ.
და აი შთაგონება რაც ახლა ჩვენში არის ეს ნაპერწკალი შეგვიძლია რომ ყოველ მომენტში აბა შევხედო რა ხდება მახსოვს სიკვდილი მახსოვს წარმავლობა მახსოვს რაც დღეს შევამისაუბრე ეს შემიძლია რომ აი ამით მივიდე დარწმუნებულობამდე რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს ყოველდღიურობა რითაც დაკავებულია ჩემი გონება მადლობა